მოგესალმებით, დღეს გასწავლით როგორ უნდა შევინახოთ გამოწვეული დედის რძე. ეს ძალიან მოსახერხებელია, მაშინ როდესაც დედა მიდის სახლიდან და მომლელთან რჩება ბავშვი. რძის შენახვა ხდება აუცილებლად საბავშვო სპეციალურ პლასმასისგან დამზადებულ უსაფრთხო ჭურჭელში, რომელშიც ინახავთ რძეს და აუცილებლად აწერთ თარიღს და საათს, როდის მოხდა რძის შენახვა. ასეთი რძე ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25 გრადუსით და ქვემოთ 4 საათის მანძილზე ის ვარგისია. არ შეგაშინოთ იმან თუ რძე თქვათ ფენება დაიყო, ეს ბუნებრივია და უბრალოდ უნდა შეანჯღიოთ და გაათბოთ და ეს რძე შეგიძლიათ ასევე შეინახოთ მაცივარში +4 გრადუსზე 4 დღემდე ვადით. ისევ და ისევ არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ვადა და დრო. შეიძლება თორე შევინახოთ უფრო ხანგრძლივად. დიახ, შეიძლება. ამისათვის ძალიან მოსახერხებელია გაყინოთ დედის რძე. ეს ხდება სპეციალურ უსაფრთხო პაკეტებში, რომელიც არის განკუთვნილი ბავშვთა კვებისათვის. ამისათვის საჭირო არის, რომ დაიბანოთ კარგად ხელები და აი ამ პაკეტში ჩაასხათ რძე. ოღონდ გახსოვდეთ, რომ რძის ჩასხმა უნდა მოხდეს მხოლოდ განსაზღვრულ ხაზ ნიშნულამდე, იმიტომ რომ გაყინვისას რძე გაფართოვდება, აი ნახეთ, და შემდგომში მისი შენახვა იქნება ძალიან მოუხერხებელი. ეს რძე ინახება საყინულეში 6 თვის მანძილზე და ის არის ვარგისი სწორედ ამ დრომდე. თუმცა მიუთითებენ, რომ შესაძლებელია უკიდურეს ვარიანტში 1 წლის განმავლობაშიც მოხდეს მისი შენახვა, მაგრამ ყველაზე უფრო უსაფრთხოა და გახსოვდეთ, რომ ეს არის 6 თვე. ეხლა როგორ უნდა გავალღოთ გაყინული რძე? ამისათვის 12 საათი დააყოვნეთ უკვე მაცივრის ტემპერატურაზე საყინულიდან გამოღებული და შემდგომ თბილ წყალში ჩადებით უნდა გაათბოთ ეს რძე. ისეთ შემთხვევაში თუ სასწრაფოდ გჭირდებათ, მაშინ შეგიძლიათ პირდაპირ თავდახურული მოათავსოთ თბილ წყალში და ამ გზით გაალღოთ. გახსოვდეთ, რომ არ ხდება მისი გალღობა მიკროტალღურ ღუმელში, ვინაიდან მოხდება რძის საკვები სასარგებლო ნივთიერებების დაშლა და ასევე შეიძლება მოხდეს მისი არათანაბარი გათბობა. სულ ეს იყო რაც მინდოდა მომეყოლა დღეისათვის. შეგახსენებთ, რომ დედის რძე არის საუკეთესო საკვები ჩვენისათვის. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.